აი ასეთი იყო დღევანდელი დღე 15 მარტი, მე გემშვიდობებით. ინგა გრიგოლია ერთ-ერთი რეკორდსმენია. მისი ტოქ-შოუები ფაქტობრივად ყველა არხზე გავიდა და გადავიდა. მას ეპატიშებოდნენ და ზოგჯერ საკმაოდ უცნაური ფორმით უხურავდნენ გადაცემას. გამოცდილება გადაცემების დახურვის თვალსაზრისით მაქვს ძალიან დიდი 8 ჯერ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. სულ პირველად მახსენდება ჩემი გადაცემა დაიხურა პირველ არხზე, ჯერ კიდევ არ იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, იყო პირველი არხი და ეს იყო შევარდნაძის პერიოდი. არც ერთი ხელისუფლება, არც ერთი ხელმძღვანელი ტელევიზიის მენეჯერი არასოდეს არ გეუბნება ხოლმე რომ პოლიტიკურია ყოველთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილება გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით და ყოველთვის რაღაც მიზეზები ეს ძებნა ხდება ხოლმე, აი როგორ უნდა მოგაწოდონ, რატომ იხურება. პირველი, როდესაც დაიხურა, ეს იყო შევარდნაძის დროს, მახსოვს დაემთხვა ასეთი რამა. ნუ გარდა იმისა, რომ იყო ძალიან კრიტიკული მაშინ ჩვენი გადაცემები, ეს იყო მოამბე, ღამის მოამბე, რომელიც მე მიმყავდა საავტორო გადაცემა და იყო ძალიან მწვავე და მახსოვს, რომ სულ მთავრობის ხდომებზე იყო ხოლმე მეორე დღეს ამ გადაცემების განხილვა, იქ მოწვეული რესპონდენტების პოზიციების განხილვა და იყო სულ ორომტრიალი, მაგრამ დამთხევა იყო ესეთი უცნაური. მიშა სააკაშვილი მყავდა ეთერში, მაშინ ის იყო საკრებულოს თავმჯდომარე და ეთერი გამოვიდა ძალიან მწვავე, უკვე ოპოზიციაში იყო გადასული, აი რევოლუციის წინა პერიოდი იყო და ღამე ეთერში გავდივარ, სააკაშვილი მყავს, დაამხო თავზე ყველაფერი მაშინდელ ხელისუფლებას, შევარდნაძეს და უეცრად შემოვიდა სტუდიაში შევარდნაძის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც მითხრა, რომ პრეზიდენტს უნდა დარეკვა პირდაპირ ეთერში. და შუაღამისას, ღამის 12-ის ნახევარი იყო, თუ არ ვცდები, შემოვიდა სტუდიაში ზარი, ჯერ ლაპარაკობს ქალი, მე მეგონა, რომ ედვარდ შევარდნაძე იყო და უკვე ანუ მოვემზადე ფსიქოლოგიურად და რაღაც ისეთი ვიყავი აფორიაკებული, იმიტომ რომ პრეზიდენტი რეკავს ეთერში, ესეთი რაღაც მანამდე არ მსმენია და იყო ნანული შევარდნაძის ხმა. ალო და მე ვთხარი რომ პირდაპირ ეთერში ხარ გისმენ თქო და ხმამ ესმის რომ ედვარდ ეთერში ხარო და გადააწოდა ტელეფონი და ნუ შევარდნაძემ ეთერში ჩართვისას გადაუარა თავზე სააკაშვილს, თქვა რომ ყველაფერი რაც გადაცემაში ითქვა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ იყო ტყუილი და მოკლედ იყო ძალიან მწვავე ეს ჩართვა. დღემდე რო ვიხსენებ ხოლმე, აი ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ეთერი მახსენდება ზუსტად ეს ეთერი, რომ პრეზიდენტი რეკავს შუაღამისას, რომ არ არის მართალი თქვენმა რესპონდენტმა რაც თქვა. ძალიან უცნაურად დაემთხვა ამ ზარს ჩემი გადაცემის პირველ ჯერზე დახურვა.